ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 24 ივლისს კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. მეც ღონისძიების შესახებ ჩვენი სტუმრები, თავად კომპოზიტორი ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი და მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე გვიამბობენ. მაგრამ სანამ კონკრეტულად ამ კონცერტის შესახებ ვისაუბრებთ, ქალბატონო ნუნუ, მოდით დავიწყოთ თქვენი შემოქმედებით საუბარი. თქვენ ხართ კომპოზიტორი, რომლის მუსიკაც, რომლის სიმღერაც აერთიანებს ადამიანებს, აერთიანებს თაობებს. საუკეთესოდ გადმოსცემს ჩემი აზრით იმას, თუ როგორ შეიძლება, როგორი სიმძაფრით შეიძლება ადამიანს უყვარდეს მისი სამშობლო, განურჩევლად, თითოეული კუთხე და ეს არის არაჩვეულებრივი. გითხარით, როგორ შეძელით ის, რომ თქვენი მუსიკა გახდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობა, ასე შეაყვარეთ ქართულ ხალხს თქვენი სიმღერები. აი ამის შესახებ როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა და როგორ მოხვედით დაიწყეთ? რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდეთ ესეთი სიტყვები მე არ მომისმენია. ჩვენც ბედნიერი ვართ, იმიტომ მართლა არაჩვეულებრივად მიყვარს ადამიანი საერთოდ. და საქართველოში რო ხედავს სხვებს უცხოებს, არც ისინი მიშლიან ნერვებს. ისინიც მესიამოვნებიან, იმიტომ რომ კარგი რაც არის, ის უნდა მოგწონდეს და გიყვარდეს და ისინი თუ გრძნობენ, მე ბედნიერად ვთვლი თავს და საქართველოს მართლა ამაზე ლაპარაკი მწვენია, იმიტომ რომ আমি აღმოსავლელი ქალი ვარ და არ ვიცი ბევრი ლაპარაკი ასეთ გრძნობებზე. აი იცით რა, მართლა არაჩვეულებრივად მიყვარს ადამიანი საერთოდ, ვინც არ უნდა იყოს. დედა ესეთი ქველმოქმედი ყავდა და ესეთი რაღაცნაირი გაშლილი ძველი გიმნაზისტი, ძველი დედას მიუძღვის რამე წვლილი? ძალიან ბევრი და ნათლია ჩემს ბაგრატიონის ქალი იყო. დედას გიმნაზიის ამხანაგი და ძალიან საუკეთესო ამხანაგები ყავდა დედას, აი ეს ძველი თბილისური თაობა და ისეთი ჩამოთვა, ზედმეტია ჩამოთვლა, ესეთი ქალები არიან ცნობილი დედასახელო. მაგრამ მე სხვა გრძნობები მაქვს, აი ბაგრატიონის ქალისგან მაქვს ჩანერგილი მაინც განსაკუთრებით. არაჩვეულებრივად მიყვარს საქართველო. ნუ აი არ ვიცი მე ხა სასაცილო ამაზე ლაპარაკი ვის არ უყვარს საქართველო, მაგრამ მე რაღაცა სხვანაირად მიყვარს. ასე მგონია რომ ადამიანია, აი ადამიანი მიყვარს. თქვენ სიმღერა ეხა უყურებთ თქვენი შესრულებით არის და საქართველოზე სხვა ტკივილით და სხვა დამოკიდებულებით, სხვა სიყვარული ეს არის. ეს უფრო სიყვარული, ტკივილნარევი სიყვარულია, ხო? ტკივილნარევი სული ცოდი, სუმახსოვდა როგორ კლავდნენ ქართველ ქალს, როგორ მისდევდნენ ქართველებს, რომ შემოდიოდნენ ის თათრების თვითონაც ისინიც გიждდებოდნენ საქართველოს აი ეს აკაკის ისტორიაში, ისტორიული ამბები. კი არა აქვს ის გოგონა, რომ ვერ მოვიხდიო რომ შენ თამაშობდი, მე ისების მგონი ხარ ის გოგონა რომ მოკლა და ერთ-ერთი. კი. ხო და აი ეს გრძნობა ბავშვობიდან მომყვება, იცით, აი განსაკუთრებით კახეთში არაფერი არ გვაქვს, ჩემი ნათესავების მეტი არაფერი არ მყავდა, იქ აღარ არის დარჩენილი. ჩვენი პაპა ჩემი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა ბიძა ნიკოლოზის ომში დაიღუპა უფროსი ძმა მამასი და ეს ბიჭები სულ მერე რუსეთში წავიდნენ და იქ ისწავლეს და დაიქცა ოჯახი. და დანარჩენი ნათესავები კახეთში მყავდნენ სულ და ეხლა არავინ არ ამყავს და ისეთი სიამოვნებით უყურებს სხვის ამბავს, კახელებს ვიყებიან. ქალბატონო, ჩვენ ხო იცით, მეგრელებს განსაკუთრებით გვიყვარს კახელები. ეკატერინე ჭავჭავაძე არის ამის წინვალი მაგალითი. მე მაგის მოწმე და თვითონ და აი რამიდან იცით, კითხოთ, ეხლა თქვენ თელ საქართველოში ძალიან უყვარხართ და ალბათ დარწმუნებული ვარ, ყველგან დიდი სიყვარულით ხვდებიან, მაგრამ აი კახეთში რომ მიდიხართ, მეგრელები განსაკუთრებით მიყვარს მე თვითონ. მართლა? აი როგორ ხარი. როგორ ხვდებიან კახეთში? აი თქვენი ჩასვლა კახეთში. კახეთში უნდა გითხრათ მუწყელად. იხ კახა. მოდი გენაცვალე. არა დიდი არაფერი, მაგრამ აი რომ გამოდის ყველაფერი იქ ვხედავ რანაირად და აბსოლუტურად, მაგრამ მე ვეცნობა ეს და მე ეს რანარი მოჭიკჭიკე და მოლაპარაკე ქალი გოყავს კაცო ეს. გიტყოდა ხოლმე. თქვენ ისეთი სიმღერა გაქვთ მიძღვნილი საქართველოს ყველა კუთხისთვის, იმერეთი იქნება, კახეთი იქნება თუ სამეგრელო, არაჩვეულებრივი სიმღერა. სამეგრელო წინს რომ არავინ არ მღერის. არა, მე არა ვარ თვითონ ისეთი რომ პოპულარული გავხადო. არასოდეს არ ვიბრძი, არავის არ ვეხვეწები იმღერე. თვითონ მაგრამ თუ არ დაუკრავ რანაირად გაიგებს. სამეგრელოზე მაქვს დაწერილი სიმღერა, რომელიც არავინ არ იცის, ძალიან ცოტამ და აბა, ბრძანეთ. ეს სიმღერა არის როდის დაწერეთ? დაახლოებით რა პერიოდი? ხოხბის ყელი სამეგრელო. ეს არის მე მგონი თითქმის ლექსია ძალიან კაი ყმაწვილი იყო ის.
მოგეთ ჩვენ ეს სიმღერა უნდა მოვიძიოთ გოდერძი და არაჩვეულებრივი სიმღერა. სირცხვილოდ ვამბობ ამას, სირცხვილია, უბრალოდ თქვენ შეგეძება აუცილებლად უნდა ვიკითხოთ ჩემ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნახეთ როგორ რაღაცა არის. არის ძალიან ბევრი ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც შეიძლება ბევრი სიმღერები დაწერა და ყველა არ მოვიდა რაღაც თაობამდე. რაღაც ნაწილი დარჩა ისტორიაში, მაგრამ არიან კომპოზიტორები, რომლის თანამედროვეობაშიც მოვიდა. აი თქვენი სიმღერები ყველა თაობა ასრულებს და ყველა თქვენს დაწერილ სიმღერას. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია, მაგრამ აი ამ ყველაფრის ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია კომპოზიტორისთვის შემოქმედებითი საღამო. ხო? ახლა თქვენ ბევრი შემოქმედებითი საღამო გექნებოდათ, ბუნებრივია, მაგრამ აი მაინც რა არის გაწერინებს შემდეგ ახალ სიმღერას, ცოტა ზემოთ რომ ხარ რაღაცა საღამო რო იწყება, ხალხი მოდის, მორიგი შეხვედრა სარაცხელებრივი გზნობა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დიდი განებივრებული მაგითი არა ვარ, არც მაგითი არა ვარ გატაცებული. არა? არა, სულ არა. ისეთ უთავ ბოლოქალი ვარ საერთოდ. არც დაზომილი მაქვს არაფერი. ბუნებრივად მოდის ყველაფერი და თუ სხვა თუ გაატრევს კიდე. კი ბატონო, თქვენ ქალბატონო ნუნუ, როგორც მივხვდი, ახლა თქვით, რომ მე კონკრეტულადო ესე არავის არ ვაძლევს სიმღერას, აი თვითონ თუ მოკიდებენ. არასდროს კონკრეტულად მომღერლისთვის არასდროს დაგიწერიათ და შეგიქმნიათ სიმღერა? ალბათ კი, მაგრამ ისიც არ მაქვს. არ გახსენდებათ ასეთი ფაქტი. უფრო ამას მომღერლები ამბობენ, ხო, აი ეთერი კაკულია მიცოდა, რა, აი ჩემთვის ამ კომპოზიტორ. კი. ნუნუკა დამიწერეთ, ჩემი იყოს, კაცო, ხომ მოგიცი შენ, არა, ესეც იყოს, ესეც. იმიტომ რომ ისეთი საყვარელი იყო და გიждდებოდი ეთერი ძალიან მიყვარდა. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე მოქმედებდით, მაინც მოახერხეს თქვენმა სიმღერებმა, რომ მე არ მეგულება ოჯახი საქართველოში. ეთერი მიყვარდა. ნამდვილი კახელი ხარ, ნუნუკა, რა არის გამოიტანა, ილაპარაკე, უთხარი აჩვენე ყველას. არ მაგონდება არაფერი, აი დავდებ. საფორტეპიანო კონცერტი დაწერილი მაქვს დიდი ხანი. და ისე მაქვს ეს ოთარ თაქთაქიშვილმა და ალექსი დიდმა ოთარ თაქთაქიშვილმა. ეს როდესაც კონსერვატორია დაასრულეთ, ხო? ასრულებდი კონსერვატორიას. აი დიდმა თაქთაქიშვილმა. და ჩაერია კიდევაც. Я бы сказал, თვითონ ჩაერია უკვე და ვიფიქრე ხა ბევრს გადაბაკეთებინებს მეთქი და აღარ ვაჩვენებენ ეს კონცერტი. აი ეს გავაკეთოთ. რატომ არ გააკეთე? მე კიდე რატომ არ აკეთებ? რო შემხდებოდა ქუჩაში. წურმიდებული ადამიანი არის და ისე მოვკვდები, რომ რამდენი ნაწარმოები მრჩება, რომელიც არავის არ გაუგია და არც გაიგე. ჯერ ჩვენ არსად არ გიშვათ, მაგის იმედი ნუ გექნება. აქამდე არავის მოусმენია ეს ნამდვილად საქმე. აჩიკო გითხარით თვითონ კონცერტი როგორ რა შემადგენლობაა, როდის გაიმართება და მე თვითონ არ წარმოგიდგენია. აი მოვიშველიებ ხა მეც. 24 ივლისს გაიმართება ბათუმში ეს კონცერტი, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლავთ მაესტრო დავით მაზანაშვილი, სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი იქნება ქალბატონი მაია დათუნაშვილი, ასევე შემადგენლობა არის არაჩვეულებრივი. დოდო აჩიკო მაგალითად მოვიყვანეთ რომ გითხრას ეგ. შემადგენლობა კი ბატონო, აჩიკო ბერიძე, დათუნა სირბილაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, თეატრალური კვარტეტი, ალილო, ქართული ხმები, ანუ დიდი შემადგენლობითო. 7 კაცა მოკლედ. 7 კაცა კი. მაგდა ნიკოლეიშვილი ასევე. მოკლედ, ყველას ვისაც ქალბატონი ნუნუს სიმღერა შეგვისრულებია და გვიყვარს მისი შემოქმედება. ქალბატონ ნუნუს უყვარს? კი, ანუ შეიძლება უფრო მეტი სია მომღერლებს ვისაც უყვარს უბრალოდ ერთ კონცერტში ვეღარ მოვახერხებთ ყველა ერთად, მაგრამ ძალიან დიდი შემადგენლობაა და მე დიდი მადლობა რა თქმა უნდა ქალბატონ ნუნუს ესეთი ლამაზი სიმღერებისთვის. ლამაზი სიმღერები არ მითხრა. ძალიან ლამაზი სიმღერა. ჩვენიერი და მინდა გითხრათ რომ თქვენი სიმღერის სახელწოდებით არის ჩემი მეორე ალბომი მეყვარები ჩემ და თბილისში. ესე დავარქვი თქვენ საპატივცემლოდ და ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. ძალიან მიყვარს. დიდი პატივია. რამდენი სიმღერა შესრულდება თუ არ არის საერთოდ? დაახლოებით 18 სიმღერა. მე ესე ვიცი და ქალბატონ ნანას აქვს ექსკლუზიური კითხვა, დაასმევინეთ კითხვა, აბა გისმენთ. ქალბატონო ნახა თქვენ თქვით რომ საოცრად ლამაზი ქალია და მაინტერესებს, აი რაინტერესები აქვს. აბა ნანა გისმენთ. მაინტერესებს, აი თქვენ თქვით რომ არასოდეს არის როცა წერთ სიმღერას, თქვათ არასოდეს არ ფიქრობთ რომ ვინმე, ნუ კონკრეტულ მომღერალზე, მაგრამ როდესაც ეს სიმღერა უკვე იქმნება და ღერის ამას ესა თუ ის მომღერალი, აი თქვენ მე რა მაინტერესებს, ალბათ ყავთ საყვარელი მომღერალი, გამორჩეული მომღერლები. და როცა ეხანდახან ხდება რომ თქვათ ის მომღერალი არ მღერის, ვინც ყოფილა ესე. და ხარ პრეტენზიული?
არა ვარ პრეტენზიული, მაგრამ აი როდესაც ძალიან გადაწყვეტის მომენტია და უნდა ითქვას სათქმელი, თუ კი არჩევანია, მე ვიტყვი. კი ბატონო. მე თანდათან ვუყურებ, არა, მაინდა-მაინც არა. არ მინდა ხოლმე ბაწყენინო მომღერალ. მაგრამ აი ერთ და იგივე სიმღერას, როდესაც სხვადასხვა თაობა ასრულებს, მაგრამ იმათშიც ხომ არის საუკეთესო შემსრულებელი. მაგალითად, კახეთოს რო აჩიკო რომ ღერის, ბერიძე, აი არ ვიცი, ქალებშიც ძალიან მაგარია რამდენიმე, მაგალითად ეკაჭაჭიაშვილი ბღერის არაჩვეული. ხო და სულ მინდა ამ სიმღერაზე ერთი რაღაცა ვიკითხო და მაკითხინეთ რა. მე არ მახსოვს. პირველად, როდესაც ეს სიმღერა გაჟღერდა. რომელი? კახეთო. მითხარით როგორი იყო რეაქცია საქართველოში და კახეთში, მთელ საქართველოში და მათ შორის კახეთში. მახსოვს ის პირველად ვიმღერე მე. დიახ. აჰა. ხოთა შეზრული იყო ქვეყანა, რომ ეს რა მომღერალი ყოფილა და მე ისე გავბრასდი, რომ ნაწარმოები დავწერე და მეუბნებოდნენ მე არ მიფიქრია მომღერალებაზე. ხოდა მე რა ვამბობდი, რა კარგი მომღერალია და არა კომპოზიტორი. არა, მე ვამბობდი, რომ ეს უნდა იმღეროს მამაკაცმა. აჰა. მაგრამ ჯერ ვერ ავნახე ამის მომღერალი და შემოვიდა ერთხელ ეს რაგვარი იყო ეს კახელი მომღერალი, კარგი ძალიან. მამაკაცი? მამაკაცი. ჩვენი მომღერალი კახელი გაგვახსენდება და ძალიან ისეთი მინორული კაცი იყო, ისე ჩუმად იჯდა, ჩუმად. არაფერი არ მითხრა. აი მე წითელ წყაროელი თუ ну ძალიან კარგი მომღერალი, არაჩვეულებრივი მომღერალია. მე ჰამლეტ გონაშვილი მახსოვს. ჰამლეტ გონაშვილი. მე უკვე სკლეროზის პერიოდში ვარ. და ჰამლეტის ნამღერი აქვს ეს სიმღერა. შემოვიდა გამეცნო, არ ვიცნობდი ჩამორთ ხელი ეს რანაირი კახელია კაცო, ჩემი გაცნობა მომდა მაგახელი მარიციან, მაჩი გამოლაპარაკება და შენ ინახარ ჩვენი ხარ და ეს არა მეგრელები მიყვარს გიждები მეგრელებს ეგიციან. მეგრელებმა იციან ეგა. და ბავშვობიდან მეგრელებში ვარ, ძალიან ბევრი მეგრელებში ძალიან მიყვარს. მე ჰამლეტი მოვიდა. ჰამლეტი მოვიდა და ჩემ ტელევიზიაში მაშინ იყავი განყოფილების უფროსი, პატარა გოგო ვიყავი ახალგაზრდა ძალიან. და როცა დავწერე ეს. დიახ. და ნუ დავწერე და ჩემთვის ვარ ახლა არაფერზე არ გიждები მე საერთოდ დავიცი ხოლმე გადარევა ჩემს სიმღერაზე. სხვის სიმღერებზე კი გადავირები ხოლმე. ხო და შემომბარა მე ვიცი კარგად კახური სიმღერა ბავშვობისას ზახჭირად დავყავდი ბებოს კახეთში ჩვენ არ ქონდა მამული მაგრამ სხვა ბიძებს ქონდათ და დათესავე ყავდა და ხშირად დავყავდი მე. და რომ ღეროდნენ კახურ სიმღერას, მე არავისი ეს არ მომისმენია კახურ სიმღერაზე რეცენზია ვინმეზიან ეს ბუნებრივად რასაც სულ ჟრუანტელი მივლიდა და ცუდად ხვდებოდი რომ ისმენდი ისე ვიგრძნობდი კახურ სიმღერას და აი ეს კახეთი რო დავწერე მე ვგრძნობდი რომ მე არ წერდი აი რაღაცა მესმოდა რაღაცა ჩემი აი ეს წინაპრები ალბათ წინაპრები და სულ წინაპრები ნორა ბაგრატიონი ის იყო ისტორიკოსი საერთოდ ჩემი ნათლია გაჟღენთილი ვიყავი მისი აზრებისგან და აი ეს ჩემი წინაპარი ალბათ ესემპეროდა და თან ვიცოდი რომ განთქმული მომღერალი დედას მხარე მაგალითად დედა დედის მხრივ კახელი იყო თორე მამიც იყო რაჭველი აჩაღები იყვნენ ჯაფარი ლექსიც ფანტასტიკური აქვს ამ სიმღერას. ნონეშვილის ლექსია. მე მაღაზე გიждდებოდი ნონეშვილის ლექსებზე. იმიტომ რომ იმას როცა ვუსმენდი, მე მესმოდა რომ ვზივარ კახეთში სადღაც და განათლებული კახელი მელაპარაკება. არაჩვეულებრივი ქართული იწოდა, არაჩვეულებრივი. გამოხატავს. და ლუს ამბობდა ხოლმე რბილად და ვერ ბახერხებდი რომ შემესწორები. იმას ისიც უხდებოდა. გენიალური იოსებ ნონეშვილია. სწორად შეუძლია. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი რა საინტერესო საუბარი ხონდა, არა რა საინტერესო. მე რეპორტაჟი გავაკეთე მის მუზეუმზე, რომელიც მისის სოფელშია და იქ არაჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივად გიყვებიან იოსებ ნონეშვილის ისედაც უძვირფასეს არ ვიცი აი არაჩვეულებრივი სოფელი. ჩვენი თაობა განსაკუთრებით იოსებ ნონეშვილის და ასეთი ადამიანების ძალიან დიდი პოეტი, ჯერ კიდევ დაუფასებელი პოეტია. კი, ნამდვილად. აჩიკოს მინდა ვკითხო. აი მე მგონია რომ შენ აი ხარო უსმენ ქალბატონს მგონია რომ განსაკუთრებულად გიყვარს მისი სიმღერები. არის ეგ? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. თვითონ აჩიკო მიყვარს. განსაკუთრებით პიროვნებას, მისი შემოქმედებას და ამიტომ დიდი პატივია ყოველთვის მასთან ერთად. იცი რა, არ მინდა რომ ხა ქალბატონი ნუ ხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო და რაღაცა ქათინაური გამომივიდეს. არ ვქნება ხერხულ მდგომარეობაში. ნახე როგორ არიან დიდი შემოქმედები. ბევრი დიდი შემოქმედი, რომელთანაც მუშაობა არის რთული, ძიმე ხასიათი. თუმცა ვისთანაც კი ურთიერთობა მქონია, ყველა ამბობს რომ ქალბატონ ნუნუსთან მუშაობა არის ძალიან სასიამოვნო. აი შენ რა სიტყოდი?
იცით რა არის? უცხოური პირველ არა. სიმღერა და ნოც რაც შეეხება დარწმუნებული ვარ ძალიან კაცრიც კი იქნება. კი ვარ. და სხვათა შორის კაცრი არის სხვათა შორის ანუ მე ისიც ვამბობ ეცი ყველა ვიც კიდებს ქაბატონოს სიმღერას ხელს ხო ყველა არის მორიდებით ჯერ ისეთ სიმღერა და ისია დაწერილი რომ ვერ გადააკეთებ მაგრამ კომფორტულია გადაკეთე კომფორტული ხო უნდა გააკეთო ისე როგორც დაწერა ქაბატონომ ისე შეასრულე სიმღერა და სხვათა შორის არ უნდა თქო ხშირად გადააკეთე მე დაფიქრდი ვერ გადააკეთე მაშინ მე უნდა როგორ უნდა გადააკეთო კახეთო ვერ გადააკეთე ან მელოდია ან ტექსტი არა ბევრმა იმღერა და არავისი არ მომხვდა გულზე პატარა ინტერპრეტაციებით ალბათ არა არავისი არ მომხვდა გულზე და ჩემი არა უშავს მე ამბობდი რომ სწორედ უმღერი ვარ არ გავგიჟდა აჩიკომ რომ იმღერა აი და თქვი რომ ეს არის აი ესე დავწერე მე რომ კახურის სიმღერაა კაცების სიმღერაა კახეთის კაცების და ქალების სიმღერა საერთოდ არც მიყვარს ქალების სიმღერა თუ სოლოს მღერიან რამე გარკვეული სათაურით ნაწარმოებს ეს არის ქალის ნაწარმოები და კაცისაც შეიძლება იყოს ეს არის სპეციფიკური რაღაცა და აი ესეთი ჩვეულებრივი სიმღერა კონცერტში იმედო ჭარბობს და საუბრობთ კაცების სიმღერებს კაცების სიმღერა გამომდის ესე გამოდის ხო მამაკაცი შესრულებული და სხვათა შორის აჩიკო ბერიძე რადგან ვახსენეთ, ისიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომ ეს საღამო ქალბატონის რომელიც ეძღვნება და ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025 ეს აჩიკო ბერიძის იდეა იყო. კი ბატონო, აჩიკოს დიდი მადლობა ინიციატივისთვის. ესე იგი პირველი ქალბატონი ნუნუთი იწყება დედაქალაქის ბატონი ვაჟა აზარაშვილის კონცერტით დაიწყო და ძლდება ქალბატონი ქალბატონი ნუნუ ბათუმში. აი წარმოვიდგინეთ თქვენ რომ დამონახო ნახეში რა ტიპია ხა ჩემი დედამთილია მე კი არა ვარ ის დედამთილი ესეთი რბილია ესეთი საყვარელი ესეთი კარგი დედაკახელი ყავს ფიზიკელი დედაკაცი ძალიან ლამაზი ქალია და ესეთი რბილია და თამონა ისეთი მაგარია ეხლა ხო ესეთი რბილად გელაპარაკა ხო რას მელაპარაკე არ წახვა რას ქვია ბარემ გამოვაცხადეთ რომ მოკდა ხო ხალხი გელოდება აჩიკო სიმღერა გვინდა მე ესეთი ვარ ესეთი ტიპი ვარ საერთოდ რომ მე მიჩვენია ესეთი ჩემთვის საყვარელ საზოგადოებაში დავჯდე თუ გინ გავათენო ღამე დაუკრავ იმღერო და ყველაფერი და აი გასვლა მიუხედავად იმისა რომ პიანისტი როდესაც ვიყავი ბავშვი რომ ვიზრდებოდი მაშინ ამბობდნენ რომ ძალიან მაგარი პიანისტი იქნებაო ძალიან მაგარი მოდი სიმღერა უნდა მოვისმინოთ თორემ თქვენ ძალიან გვიყვარხარ ძალიან ქალბატონოს მიუძღვით მოდით ქალბატონოს მიუძღვით არა მე არ ვამბობ მაგას რომ ის მიყვარდი და რომ მე თვითონ მაგალითად იქ ვიკავებდი თავს სპეციალური კონცერტებზე გამოტანა კონცერტის დავთართათაგიშვილმა მითხრა რომ ты еще без этого концерта ესე იგი იცოდა რომ დავწერე და არ გამოვიტანე აი დღემდე მოკრძალება მაქვს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს მე მოვემზადე მოკლედ ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეს არის გენიალური ნუნუ დუღაშვილი და გიტოვებთ აჩიკოს სიმღერას ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებიდან გულუხვადი როგორც ყველა ქართველი რას გიგალობ იადონის ალაგები სულ ერთია არ ხარ ჩემი გამაგები თუმცკეც ვიყრი როგორც ქარში ჯადარი მაგრამ ჩემი მოწყალებას არ არის შენ და თბილის ბუხამბაზებს იმღერი მე რა დამღლის სიყვარულზე სიმღერი მოვალ მომაქვს ჩემი გულის დარადები ქუჩაბანში სადღაც მომელადები თუნდაც მე დავივიწყო იცოდე რა გიცხვის ეშკიდით მორე გეფიცები როგორც შუქი დვილი მზის მეგვარები შენ და თბილისი გეფიცები როგორც შუქი დვილი მზის მეგვარები შენ და თბილისი თანდაყო მუდამ შენი აჭრები სადაგმავს გული უჩინებაში ბეგარდები როგორც ხივი კარაბაში სადგიბოვო მე ჩემს ვირის ქალაქში დავიღალე ოცნებით და ოცნები როცა გნახავ
ალბათ გამიოცდები თბილისი უმზეო დაუდავაროთ რა ქნა იცი ვერ ვიმარ გეუშენო თუნდაც დავივიწყო ისოდე რა გიცვის ეშკი